იცოდით რომ როცა ადოლფ ჰიტლერი დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ეომებოდა, ამას იგი აკეთებდა საბჭოთა კავშირის მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერით და ამის პარალელურად საბჭოთა კავშირმა მოახდინა პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის და ასევე რუმინეთის ნაწილის ოკუპაცია. მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს ადოლფ ჰიტლერმა დაიწყო სტალინთან შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელსაც ხელი 23 აგვისტოს მოეწერა. ეს დოკუმენტი სტალინ-ჰიტლერის პაქტის სახელით არის ცნობილი და ამ პაქტიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირი აწვდიდა უზარმაზარ მატერიალურ რესურსებს, რკინის მადანს, ნავთობს, ხორბალს და ასე შემდეგ ნაცისტურ გერმანიას. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სწორედ ასევე 39 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს და ასევე ჩამოაჭრა ტერიტორიის ნაწილი რუმინეთს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელი არის ის თუ როგორ მოხდა ბალტიის ქვეყნების ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ. 39 წელს საბჭოთა კავშირმა მათ წაუყენა ულტიმატუმები და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ლიტვა, ლატვია, ესტონეთი დათანხმდნენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც ამბობდნენ, შეზღუდული სამხედრო ბაზები განეთავსებინათ. და აი უკვე წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მათ ულტიმატუმები წაუყენა და აიძულა, რომ ესე იგი მთავრობები გადამდგარიყვნენ, ჩატარებული იყო არჩევნები, რომელიც საბჭოთა საოკუპაციო ძალებმა ეს ბაზებმა ოკუპაცია მოახდინეს საბჭოთა ჯარებმა ფაქტიურად ბალტიის ქვეყნების, გააყალბეს ეს არჩევნები და გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულმა არალეგიტიმურმა პარლამენტებმა სთხოვეს ბრჭყალებში მოსკოვს, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესულიყვნენ. ამას სწრაფად მოყვა, რა თქმა უნდა, სისხლისღვრის თავიდან აცილების ნაცვლად დიდი სისხლისღვრა სამეო ქვეყანაში, ასეულათასობით ლიტველის, ლატვიელის და ესტონეთის დეპორტაცია გულაგში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შერეღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები საბჭოთა ოკუპაციას. ესტონეთის პრეზიდენტი კონსტანტინე პაცი ფსიქიატრიკულში დაამწყვიტეს და იქ გარდაიცვალა 50-იან წლებში სმოლენსკში, ხოლო ლატვიის პრეზიდენტი თურქმენეთში გარდაიცვალა ასევე პატიმრობაში და სისხლიან ოკუპაციას, რომლის მსხვერპლადაც იქცნენ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, საბჭოთა პროპაგანდა წარმოაჩენდა მათ გათავისუფლებად და მაგალითად სწორედ ამაზე მეტყველებს ეს ბროშურა აგიტატორის ბლოკნოტი, რომლითაც საბჭოთა აგიტატორები დადიოდნენ მათ შორის საქართველოში და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ აგერ 1940 წელს ბალტიისპირეთის მშრომელებმა დიდი საბჭოთა კავშირის დახმარებით კვლავ ადგინეს საბჭოთა ხელისუფლება. ესე იგი თითქოს სამხედრო ოკუპაცია და სისხლისღვრა იყო გათავისუფლება და რაღაც ბუნებრივი მოვლენა.